ჯერ ხო ეს უნდა შევიხედოთ და გავახე. ლუკა ხუხაშვილი, ფსიქიატრი. მოდით 19-6-მდე ხო აი ეს დაემთხვა ჩემი მუშაობის დაწყება. მოდით 19-6-მდე საინტერესო პერიოდი იყო, ზოგადად სამყაროში. ბევრი რაღაცა მოხდა, ხო? კოვიდი. მიერ გეოპოლიტიკური არასტაბილურობა. ჩვენი ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს რა თქმა უნდა ახდენდა გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ადამიანის აზროვნების მოდელებზე. ატმოსფერო, ჩვენი ატმოსფერო, სადაც ცხოვრობთ, როცა მხოლოდ ნეირობიოლოგიაზე ვაკეთებთ აქცენტს, ეს შეიძლება დაგვაუწყდეს. ის უყებ მაშინ. მე დაგავალე რომ გადავიდე. არა, ხალხო, თქვენ არ გიგეთ, არ ინერვიულობ. როგორ მე მიიღებ და აბას კაი. არა, რაში მიიღებ მე გეკითხები. თუ ჩვენ ნეირობიოლოგიას წარმოვიდგენთ როგორც რაღაცა ეს გენეტიკურად ამოკვიდრება თუ რაღაცა ვაკუუმში არსებულ რაღაცას, სადაც რაღაც ჰორმონი ნაკლები ან რაღაც ჰორმონი მეტი თუ სადაც ჩასხმულია ჰორმონები და ზოგი ცოტაა და ბევრია და ასე შემდეგ. მე გავზრომავთ, რომ ამას დოპამინის ნაკლებობა აქვს და იმას აცელეროლის მიტობა აქვს და ესე თუ აღვიქავთ ამ ყველაფერს და ტექნიკურად და ტექნიცისტურად გარემოს საერთოდ კავშირს დავკარგავთ. მარტო ჩვენ ვიქნებით დამნაშავე, გარემო არაფერში არ იქნება დამნაშავე, გარემოს შეცვლას არანაირად არ დავიწყა, არანაირად არ ვჩნდით, мотиваცია არ ვიქნება, გარემო შევცვალოთ. პირადი პასუხისმგებლობაც არის, ბიოლოგიური თავისებურებებიც არის და გარემოს პასუხისმგებლობაც არის. და შენ თვითონ რაღაცას შეეგუოს, რაღაცას არ უნდა შეეგუოს. მაგეწონა კარგი იყო? პანდემია როგორი ეფექტიც მოახდინა ჩვენ ყოველდღიურობაზე, ადამიანების ყოველდღიურობაზე, ეგეთი ეფექტი დიდი ხანია არაფერს არ მოყვა, ეგეთი უცნაური, ეგეთი არაბუნებრივი მდგომარეობა დიდი ხანია არც ადრე ყოფილა და მას შემდეგაც ეგეთი მძაფრი არაფერი არ მოხდა. თუმცა საკმაოდ მძაფრი რაღაცები დაიწყო, ხო? მე რაც არის 2022-ში დაიწყო ესეთი სულ მასშტაბიანი ომი. აქვე რუსეთი შევიდა, უკრაინაში შეიჭრა, უკრაინაში და გეოპოლიტიკური კრიზისი მოხდა. რაც ჩვენ გვეხება. ხა რა თქმა უნდა, სოფლიოს ეხება ესეთი დაპირისპირება, ჩვენ ახლა უფრო მეტად გვეხება, იმიტომ რომ მეზობლები ვართ და ამასთან ერთად რაღაცა ჩვენი ისტორია გვაქვს მაგ საკითხთან დაკავშირებული, ხო? Украинцы, давайте сюда! ну ამას კიდე დაემატა ის რომ მიგრაცია დაიწყო. ну
უკრაინელი ტოვილების, მაგრამ ძალიან ხშირად უკმაყოფილო რუსების და ასე შემდეგ რა, რომელსაც ასევე მოუწიათ თავის ქვეყანა გაქცევა სხვა მიზეზით რა. მესამე რაც მოხდა კიდე იყო ეს პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში. არ იყო ეს მარტივი სერიოზული დაძაბულობა იყო პოლიტიკური, გამოსვლები, იყო რეპრესიები, დარბევები, ასე შემდეგ და სერიოზული პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი გავიარეთ 23-24-ში, ხო? ესეთი რაღაც არასტაბილურობის პერიოდები ფსიქიკას ახდენს გავლენას. ანუ ფსიქიკას ახდენა რაღაც ცალკე არის ვაკუუმში და კოლბაში ეგრე არ არის რა. ანუ მუდმივი კავშირი აქვს გარემოსთან და გარემოში რაღაც ძაფრი, ესეთი მნიშვნელოვანი გლობალური და საზოგადოებრივი მოვლენები ჩვენზე ახდენს გავლენას. დონალდ ტრამპის განცხადებით გაუგნებულია ჯორჯია მელონის თქმით ტრამპის კომენტარი ის შესაძლებელი ეფენ სელინს გამახსენდა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ხმუნების თეორიები. ჩემი განაცხადებების გარეშე ისრაელი დღეს არის არსებობს და ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გამოცემა აქსიოსთან ინტერვიუში განაცხადა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის განადგურებისგან. Ebern Celensis არის თეორია, რომელიც არის იმისთვის, რომ ავხსნათ ფსიქოზის გენეზი, რა ხდება ფსიქოზი, როგორ იწყება, რატო იწყება ფსიქოზი. ნეირობიოლოგიურად რო ავხსნათ რა ეს ყველაფერი. ვლაპარაკობთ ახლა არ არის რა? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის როცა ადამიანი მნიშვნელობის ტვირთავს ნეიტრალურ მოვლენებს. ანუ უნიშნელო, რეალურად უნიშნელო, მისთვის უნიშნელო და ზოგადადაც უნიშნელო მოვლენებს ტვირთავს გადაჭარბებული არაზორი მნიშვნელობით. არაპროგნოზირებადი როცა ხდება გარემო, შფოთვა გვეწყება და გვირჩევნია რომ გარემო შეიძლება უფრო ბნელი დავინახოთ და უფრო ბოროტი და უფრო საშიში, მაგრამ სამაგერად პროგნოზირებადი ანუ. ხო, აი მაგათ როგორ ჩაიარა ადამიანმა ტელეფონს ლაპარაკობდა და გამოგხედა, თქვათ, სიტყვით. და ეს როცა მნიშვნელობით იტვირთება ნეირობიოქიმიური მექანიზმით ხდება ეს, ხო? სადაც რაშიც დოპამინია ჩართული. მერე დაძაბულობა იქნება რა, შინაგანი, ხო, რა თქმა უნდა, რომ ტვინი იძაბება, რადგან მიაჩნია, რომ რაღაც არის მნიშვნელოვანი. და ბოდვითი აზრის, ეჭვიდა ვარ ვთქვათ, წარმოშობა ხდება მერე აი ამ დაძაბულობის მოსახსნელად, ანუ რომ ამხსნათ აი ეს, რატო გაგვიჩნდა მნიშვნელობა, რატომ მივანიჭეთ, რატოა ეს მნიშვნელოვანი, მერე ხდება ახსნა და ნეიტრალურ მოვლენას რომ მნიშვნელობის დავტვირთოთ და ახსნა მივანიჭოთ. ყოველთვის არასწორი ახსნა ხდება რა, ძირითადად. როცა რაღაცა ვეჭვიანობთ, რომ ან ეჭვი გვიჩდება იმას, რომ ვიღაცა ჩვენ გვიყურებს პირადად ცუდად
და ამას აქვს უფრო ისეთი გლობალური ხასიათი, ხო, გლობალური აზრები, რომ ან საქმე არის, რომ რაღაცა ისეთი ხდება, მაგას ეძახიან ბოდვით ატმოსფეროს. ან ბოდვით ატმოსფეროს ეძახიან მდგომარეობას, როცა ადამიანს მიაჩნია, რომ გარშემო რაც ხდება, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს პირდაპირ, ანუ ყველაფრის უკან რაღაცა იმალება. და კონსპირაციის თეორიები მაგ შეგრძნებას, მაგ მდგომარეობას შინაარს უძებნის. COVID მნიშვნელოვანი მოვლენა. და როცა ზესიფხიზლე თუ ფოთვის სტრესული მდგომარეობა პიკს აღწევს, ყველაფერი მნიშვნელოვანი ხდება გარშემო. და გარჩევა იმისი რა უკავშირდება, რითი იხსნება მართლა სტრესული სიტუაცია თუ რაღაც კრიზისი, რითი იხსნება. და რა ნეიტრალური სხვა მასთან პირდაპირ კავშირში ყოფი რაღაც ნეიტრალური სიტუაცია, მაგის განსხვავება უკვე ძნელი ხდება. მორჯობა. მორჯობა. როგორ ხართ? მოგესალმებით. ბატონო ირა ლექსთან რო გამოიხსნა. ბავშვები ცოტა გავიშალოთ, ცოტა თუ გვერდებში გავიშალოთ. რა ხარ? ორი წამი. ყველაფერი მნიშვნელოვანი ხდება უკვე არა ის რომ ვირუსი გავრცელა, არამედ ის რომ რაღაც პოლიტიკოსმა რაღაცა თქვა და მოუკიდებლად და მე ეს დავაკავშირებ იმასთან. არის შესანიშნავი ურთიერთობები ჩამოყალიბებული გუნდის შიგნით, არის ძალიან მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბებული პოლიტიკის მიღმა პარტიის ლიდერებს შორის და მე მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ბევრი ინფორმაციას ვიღებ და ყველაფერს ვაკავშირებ. ყველაფრით ვცდილობ რომ ის დაძაბულობა რაც მაქვს არაპროგნოზირებადი გარემოს გამო. ყველაფერი ვცდილობ რომ ავხსნა რა ხდება ჩემს გარშემო მოკლედ რა რაღაცა მოვიგონო რაღაც ისტორია. საქართველოს ვერა ვერ გაგვეკარება ეს უბედური. 1 დეკემბრიდან მე სადაც ვმუშაობ, ვინმე რო წინ დამიდგეს და მთხოვოს, მწვანე პასპორტის გარეშე არ შეგიშვებ, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. ხო, COVID ქონდა ბევრნაირი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. იმის ფონზე რომ პანდემია იყო, იზოლაცია იყო, ანუ ეს მარტივად გასაგებია ხო, რომ რაღაც ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვიყავით საზოგადოება. დღესაც რომ მოდიან პაციენტები, ჩვენ ხო ანამნეზში როგორ ვაკეთებთ, რომ აი მნიშვნელოვანია მდგომარეობა, როდის დაიწყო ეს დაავადების განვითარების ისტორია. ძალიან ხშირად ადამიანები ასახერებენ 2020 წელს როგორც დასაწყის მათი რაღაც ფსიქიკური ჩივილების. და განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც მაგ პერიოდში იყვნენ რაღაც ეს გარდამტეხ პერიოდში გარკვეულწილად. რა აი პერიოდში, როდესაც მნიშვნელოვანი იყო მათი რაღაც სოციალური მოთხოვნილება, როცა მეტი უჩნდებათ, ნუკლეარულ დედმამა, დაძმას გარდა სხვა სოციალური მოთხოვნილებები უჩნდებათ, რასაც ვერ იკმაყოფილებდნენ, ხო? სკოლა დაკეტილი იყო, ონლაინ სწავლებაზე იყვნენ გადასული, ასე შემდეგ. მათზე ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა. ბევრი მდგომარეობა ისეთი, რომელიც აბსოლუტურად ენდოგენურია, გამწვავება ბევრი მდგომარეობის დაიწყო 2020 წელს. ამის არანაირად არ ნიშნავს, რომ COVID რო არა მათი მდგომარეობა არ ექნება, თუ რომ გამშვევი მექანიზმი გახდა რაღაცა მდგომარეობების. და აი ის რაც სტრესთან შეიძლება პირდაპირ დაკავშირებული იყოს, რაღაც სპორტვითი აშლილობები და ასე შემდეგ, ისინი ძალიან ხშირად
დაავადების განვითარებას როცა ვლაპარაკობ, დაიწყო 2020 წელს. ძალიან დღესაც ძალიან ხშირად მეგონება პაციენტი 2020 წელს დაიწყო. არა. სტრესორი შეიძლება უბრალოდ გავყოთ. ერთი სტრესორი არის ის, რომ ეგზისტენციალური საფრთხეა ჩვეულებრივი, ანუ ის, რომ პანდემიაში ვარ და შეიძლება საფრთხე შემექმნას მე, ჩემ ოჯახს, საზოგადოებას ზოგადად. და ხო ჩვენ გვაქვს გამოცდილებები, ხო, რაღაც ისტორიულ მეხსიერებაში, რომ რაღაცას ნახევარი ევროპა გაწყდა, ხო? და ამას ემატებოდა იზოლაციისგან გამოწვეული შფოთვა, ხო, ცალკე რომელიც გვიწევდა იზოლირებულად ყოფნა, იმიტომ რომ რაღაცა პირდაპირ ზიანი შეგვემცირებინა, მაგრამ მეორადი ზიანი მე ამ იზოლაციამაც გამოიწვია. ამა გამოიწვია რომ რაღაცნაირად ხომ უნდა გვეყოლა გამოსავალი და გამოსავალი ვიპოვეთ იმითი რომ ხო ეს ციფრული კომუნიკაცია დავამყარეთ ერთმანეთთან. ინფორმაციას ვიღებდით ტელეფონით ძირითადად. ძალიან გადაგვიყვანა რა ამ სოციალურ მედიაზე ამან ძალიან მიგვაჩვია ესე რომ ვთქვათ, რომ მას თავისი ნეგატიური შედეგები ამანაც გამოიწვია. უფრო შემოკლებული გახდა ის ინფორმაცია, რასაც ვიღებთ, უფრო ჩაჭეჭყილი ერთმანეთში. დროში ემთხვევა რა ეს რაღაც პოდკასტების ბუმი და რილსებიც და ეს რაღაცას ციფრული მედიის აღზევება. ზოგადად ეხლა მე და შენ ვზივართ და ლაპარაკობთ რაღაც კონკრეტულ დიაგნოზზე, ხო, შეიძლება ეგ დიდად საინტერესო არ იყოს რა და ესე დიდად ჩამთრევი არ იყოს შენს, მაგრამ მე რო გეუბნები რომ პირდაპირ მოგმართავ შენობით, რომ აი შენ ეს და ეს და ეს გაწუხებს, მაშინ სავარაუდოდ ეს დიაგნოზი გაქვს, მე უფრო ჩამთრევია შენ უფრო მეტად უყურებ, შენ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ეს ჰიპერდიაგნოსტიკებიც დაიწყო. დოპამინი, კორტიზოლი, ნარცისი, საზღვრე, რაღაც ეგეთ რაღაცეებით რა. ბუნებრივია ეს გამარტივება, მასალებია, მაგრამ ხო ნუანსური რო არის რეალობა და მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის რეალობა და ფსიქიატრია ზოგადად და მედიცინა ნუანსური საკითხია, ეს გვავიწყდება ხოლმე ზოგჯერ რა. ბევრი ნუანსებია და ბევრი რაღაცები არ ვიცით. ჩემთან ძალიან ხშირად მოდიან ჩივილით კი არა რაღაცა კონკრეტული ის მაწუხებს პირდაპირ აი მე მგონია რომ გადავხედე ჩემ ცხოვრებას და ჩემ თავისებურებას როგორ ცხოვრობდი რა მაწუხებდა რა წარმატებები თუ წარმატებულობები მქონდა აი მივხვდი რომ შეიძლება მქონდეს ADHD. იძლება ახლა ძალიან ხმამაღალი ძალიან გამიჭირდება რომ ზუსტად თქვა შეიძლება იმის გამო რომ გაუცხოება მოხდეს რა ჩემ ახასიათებლებთან ანუ ეს აიხსნას ბიოლოგიური მექანიზმებით და არა რაღაც ხასიათური თავისებურებებით თუნდაც რა აუხსნა რაღაცა იმითი რაც გენეტიკურად თუ ბიოლოგიურად არის დამკვიდრებადი და რომელსაც თან ამასთან ერთად ფარმაკოლოგიური მკურნალობით რაღაცა ეფექტს და არა ის რაც უფრო ჩემ პიროვნებასთან კავშირშია. რაც არასწორი გაყოფაა ზოგადად. ჩვენ პიროვნებაც საბოლოო ჯამში ეს ნეირობიოლოგიური ფაქტორები არის დამოკიდებული, ხო? ჩვენი პიროვნება ამითი ყალიბდება და გარემოთი ყალიბდება, ბევრი რაღაცით ყალიბდება. ჩვენ რაც უფრო გაუცხოებას დავიწყებთ ან გარემოსგან და რაც უფრო მეტად ნეირობიოლოგიური მდგომარეობებით ავხსნით მხოლოდ და თან ამ ნეირობიოლოგიურ მდგომარეობასაც გამამარტივებთ, ხო? იმისი კოლექტიური სურვილი რომ გარემო შევცვალოთ, მით უფრო ნაკლები გვექნება.
შემდეგი ესეთი კრიზისი იყო რუსეთის შეჭრა მასში, უკრაინაში. Героям слава! აქ პრობლემა ის არის, რომ სტრესში ვარდება ადამიანის ფსიქიკა, მაშინ როცა მდგომარეობა არის არაპროგნოზირებადი. როცა ჩვენ რაღაცას ველოდებით და ან იმას ვერ ვიღებთ, რაც ველოდებით, ან უცებ ხდება მოვლენა, რომელსაც იქამდე არ ველოდებოდით. ზოგიერთი აზრის მიხედვით ტვინის ძირითადი ფუნქცია არის პროგნოზირება. ანუ საპროგნოზო მანქანაა საერთოდ ტვინი. რომ ჩვენი გამოსცილი წარსულ გამოსცილებებით თუ რაღაც სხვა ინფორმაციის პროგნოზი გავაკეთოთ, შემდეგი ნაბიჯი გეგმვისთვის გვჭირდება საერთოდ ტვინი მაგას აკეთებს. და როცა ტვინი ძალიან არაპროგნოზირებად მდგომარეობაში ჩდება, ძნელია რა. ირაკლი ღარიბაშვილი და ქართული ოცნება დღესროალი ერთიანი არასდროს არ ყოფილა და ვერ ეღირსებით იმას, რომ განსხვავება შეიტანოთ და რამე დაგვიშავოთ. გამორიცხულია. ზუსტად იმასზე ვართ, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი იძახის. ერთადერთი მიზანი, რასაც ემსახურება ეს მუდმივი პროვოკაციები, მათ შორის ეს კრიტიკა ბულინგი ხელისუფლების მიმართ და შემდეგ და მათ შორის ის სამწუხარო გადაწყვეტილება, რაც მიღებული იქნა 20 გაწევასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს. ეს არის საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. შფოთვა იწყება, იმიტომ რომ გაურკვეველია გარემო, არ ვიცი. იმდონეზე არ ვიცი რომ მე ვის უშემატკირო თითქოს ეგეც კი დაკარგული მაქვს რა რაც შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ცხადია მაგრამ ქვეყნის პოზიცია ცხადი არ არის და ეს ქვეყნის პოზიცია ჩვენ პასუხისმგებელს გვხვდის რა ჩემი ქვეყნის პოზიცია რაც არის მეც ამ ჩემი ქვეყნის პოზიციაზე პასუხისმგებელი მეტნაკლებად ვარ იმიტომ რომ მოქალაქე ვარ ამ ქვეყნის და გაურკვეველ პოზიციაში ვარ მეტნაკლებად და სიტუაციას გაურკვეველია და ეს გაურკვევლობა იწვევს სერიოზულ დაძაბულობას ამ ისედაც სტრესულ ფონზე ხო, როცა მუდმივი სტრესის, გაურკვევლობის ხარჯზე ნერვული სისტემა, ნეირობიოლოგიურად საკმაოდ გადატვირთულია, ხდება ეს ლოკალური პრობლემები, ხო, ლოკალური ძაფრი სიტუაციები, პოლიტიკური პროცესები, რომელიც დაიწყო 2024-ის დასაწყისში, ზამთარში გამოსვლები, ძაფრი დაბევები იყო, პოლიტიკური გამოსვლები იყო, ზოგადად პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენ რაღაცა გეოპოლიტიკურ მეტნაკლებად ამ ომსაც უკავშირდება. რაც თქმა უნდა, ამაზე კრება საქართველოში არ არის ჩაწერილი, ჩემ კაბინეტში ხშირად შემჩნეული ფენომენია ის, რომ ამას იმაზე პაციენტებზე სერიოზული გავლენა მოახდინა. მაგ დროს რაღაც შეიცვალა. ანუ ეს კონტექსტი ხშირად მეორდებოდა პაციენტებთან. პოლიტიკური დაძაბულობის კონტექსტი, გამოსვლების, დარბევების და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იმიტომ პაციენტების დიდი ნაწილიც, ანუ პაციენტები არიან ძირითადი პაციენტები მაინც მოხოთ იმის რომ რაღაც მიგრაცია იყოს შემდეგ არიან საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი იყო ამ პროცესებში ჩართული.
რაღაცა უცნაური პარადოქსი კი მოხდა მაშინ. ის რომ ადამიანები, რომლებსაც ძაფრი, დეპრესიული, ანჰედონიური ესე უფრო мотиваციის დაქვეითებით მიმდინარე დეპრესიები ჰქონდათ, ხო, დეპრესიული ეპიზოდები ჰქონდათ, ხო, ისინი რაღაც ეტაპზე პარადოქსულად, უცნაურად დასტაბილურდნენ თითქოს, იმიტომ რომ ამ პერიოდმა რაღაცნაირი მიზანი შესცინა მათ მდგომარეობას, ის ემოციები, რაც მათ ჰქონდათ, მიმართული გახდა. მიზანი გაჩნდა. მაგალითად ძალიან პოპულარული მოდულატორი დოპამინი, ხო, არის არა სიამოვნების ჰორმონი იმისი, რომ რაღაცისგან კორტიზოლი, აი მოსალოდნელი სიამოვნების ჰორმონი, ჯილდოს ჰორმონი, რაღაცა გავაკეთე, რაღაცა მოხდა. მოლოდინის ცდომილება მაშინ ჩნდება, როცა მე თავს დავაღწევ რაღაცას, ამით იღებ დაჟანგების განცდას, როცა თავს დავაღწევ რაღაცა ეს რაზმელს, რომელიც მომდევს, მაგალითად. მაშინ, როდესაც მე მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი საქციელი გამარჯვებით დასრულდება, ესეც мотиваციას გვაძლევს. დემოტივირებული, ნიჰილისტურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, ხო? არა მაინც და მაინც ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად ესეთი ემოციური მდგომარეობის პაციენტები ცოტათი უკეთესობაც კი იგრძნეს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ნეგატიური მოვლენები ხდებოდა, ხო, ქვეყანაში. და ძალიან საინტერესო ის, რომ რაც უფრო ისეთი თვალსაჩინო თუ აი ცხადი იყო დაპირისპირება, ხო, აი დაპირისპირება ეს რაზმი, როდესაც იდგა იქ და ეს დაპირისპირებები იყო რაღაც ცრემსადენ გაზი თუ ასე შემდეგ ჭავლი ხალხი იმატებდა და იმატებდა დაპირისპირება იმატებდა. შემდეგ ჩახშობა ამისი, ან მოგუდვა, ან შემცირება დაიწყეს არა იმითი, რომ ფიზიკურად ქუჩაში გვაჯობეს და რა თქმა უნდა ეს მოხდა, ამის გარდა ზოგადი სიმძაფრე დაწყეს, შეამცირეს. ანუ გაწერეს პროცესი. პროცესი გადავიდა არა ქუჩაში, სადაც ეს დოპამინის სპაიკები გვაქვს, არამედ სასამართლოში, მე დღისით, დაბარებით, ჯარიმით, ბიუროკრატიული პროცესები. როდესაც აი ეს ექსტრემალური ემოციები, ხო, ეს დოპამინის სპაიკები აღარ არის, ხო? მაშინ არის ეგეთი განგრძობითი სტრესი, კორტიზოლის ის დაგროვება ხდება ორგანიზმში და შენ და ასე ჩააცხეს, არა სიმძაფრის დაწევით ჩააცხეს. და ამან შემდეგ იმ ადამიანებთან, რომელსაც მე გითხარ, რომ ცოტათი რაღაც უკეთესობა იგრძნეს, თითქოს ძალიან მძიმე ფრუსტრაცია გამოიწვია. შიმშილი დაიწყო. დარწმუნებულიო, რომ ნეირობიოლოგიური მექანიზმები ამისი იმ გადაწყვეტილების მიღებ ადამიანებმა არის, არ არის ეს მათი ინტერესის სფერო და ეს ნასწავლად არ აქვს ეს, მაგრამ ინტუიციის დონეზე თუ რაღაც სხვა პოლიტექნოლოგიური ცოდნების დონეზე ხო, ეგრე ხდება ეს, გათვლილი იყო თუ არ იყო, დიდი გამოხეთქვა იყო პროტესტის, გადაღლა მოხდა ამითი და შემდეგ ნელ-ნელა პროცესის გაჭიანურებით, პროცესის
სიმძაფრის ნელ-ნელა შემცირებით გამოიწვევს ფრუსტრაცია, გადაწვა და ის რაც ვეძახით დასწავლად უმწეობას. რომ მე რაფერს ვერ ვაკეთებ რეალობას. რეალობა ნელა ყველანაირად სიმძაფრის გარეშე მიდის და მაინც მარცხდები, ოღონდ მარცხდები ისე საიდანაც ნელა ვიბუდები მოკლედ და არა ისე იგი ზღვარზე გავდივარ, სადაც მე გადავრჩები, ან რაღაც განადგურების ზღვარზე გავდივარ, რომელსაც მე გადავრჩები და გადარჩენისგან მიღებული ჯილდოს მოლოდინიც აღარ არის. ეხლა ძალიან მომატებული დეპრესია. იმ ადამიანებში, რომლებიც დაინტერესებულები და ჩართულები იყვნენ ამ საკითხში, საკმაოდ მომატებულია. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად არსებობს რაციონალური განსხვავებების, არსებობს რაღაც იდეალები, ასე შემდეგ, რაც ამბავში უნარჩუნდათ, რა თქმა უნდა. გარკვეული პროგნოზები, რომელსაც ნაციონალურად აკეთებენ, მაგრამ ზოგადი ფრუსტრაციის განცდა ქვეყანაში არის, რა თქმა უნდა, ეს იგრძნობა კაბინეტში. რა პროგნოზირებადია, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც აქეთ იყვნენ თუ იქით იყვნენ, რეალობა გვაჩვენა ნავის სახე როგორიც არის. რეალობა არ რაღაც ისეთი კულმინაციამდე კლიმაქსამდე არ მივიდა. არც აქ, არც ომში და არც პანდემიაში. მაგრამ ჩვენი დოპამინური სისტემა მაგას მოწმული არ არის. ამ დაბომბვის გამო ჩვენ გვინდა სიმძაფრე ცხოვრებაში.